Poltsიხე გემოფესტს მასპინძლობს რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გასტრონომიული ფესტივალი იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებაში 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი. მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგროზონა, საბავშვო სივრცე და კვების ობიექტები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სამცხე-ჯავახეთის კულინარიულ ტრადიციებს და დააგემოვნონ იშვიათი მესხური კერძები. 13 მონაწილე ყავს კვების მიმართულებით და ასევე რა თქმა უნდა ადგილობრივი მეწარმეები. ძალიან საინტერესოა ადგილობრივი გასტრონომია, განსხვავებულია და ვფიქრობთ, რომ გემოფესტალების მთელ არმიას სამცხე-ჯავახეთიდან მოსახლეობამ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება და შემოქმედებითობა შემატა. როგორც სხვა რეგიონები, თავისთავად აქაური რეგიონიც განსხვავებულია, მაგრამ ისეთი განსხვავებულია, რომ სხვაგან არ გვხვდება, როგორიც არის თუნდაც ტენილი ყველი, ბაქმაზის соуსი, რომელიც არსად არ გვხვდება და როგორც დესერტებში შეგვიძლია გამოვიყენოთ, ასევე შეგვიძლია კერძებში და соуსებშიც გამოვიყენოთ. აუცილებლად იხვის აპუხტია სახსენებელი, ვისაც უყვარს ახალი გემოები, გასინჯვა, ახალი კერძები, კარგი ჭამა, აუცილებლად გამოვიდეს დღეს ნაბადში. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი მესხური ჰალვა, ჩემი რეცეპტით არის დამზადებული, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შაქარი არ გამომეყენებინა, უშაქროთ არის დამზადებული, ბაქმაზის გემოვნებით, ბუნებრივი სიტკბო აქვს და წითელ დოლით არის გაკეთებული. ძალიან სასარგებლო გემოვნური თვისებებით, სამკურნალოც არის ბავშვებისთვის ძალიან კარგი და 2 წელი ინახება არ ქუჩდება.